21 საუკუნის სკოლა აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემის ადგილი. ის არის ურთიერთობის, ემპათიისა და ინოვაციის სივრცე. ჩემი წიგნი გთავაზობთ ანალიზს თანამედროვე მოსწავლის ფსიქოლოგიაზე, მასწავლებლების როლის ტრანსფორმაციაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ციფრულ ეპოქაში ურთიერთობას ართულებს. აქვე იქნება პრაქტიკული რჩევები, ისტორიებით და ინსპირაციული ხედვით. ეს ყველაფერი მასწავლებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკვე ეხმარება და დაეხმარება კიდეც რომ გახდნენ არა მხოლოდ ცოდნის გამზიარებლები, არამედ მოტივატორები, ლიდერები და თანამგზავრები თაობის, რომელიც სულ უფრო და უფრო სწრაფად იცვლება. თქვენ შეგიძლიათ ამ მოსმენის გარდა ეს წიგნი იყიდოთ კიდეც ინტერნეტ სივრცეში, ონლაინ რეჟიმში, მისი გაყიდვა საკმაოდ იაფია სხვათა შორის. პირველ რიგში საუბარი არის ზუსტად მოსწავლების ფსიქოლოგიურ საგანმანათლებლო მახასიათებლების ანალიზზე. ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლე არ არის მხოლოდ ასაკით ახალგაზრდა. ის არის ინფორმაციის ეპოქის შვილი. ის იზრდება სამყაროში, სადაც პასუხებს Google-ით იღებს ყურადღება, TikTok-ზე აქვს ემოციებს, ემოჯებით გამოხატავს და ასე შემდეგ. ეს თაობა არ არის ცუდი, ის უბრალოდ სხვანაირია. მოსწავლე ყოველდღურად იღებს ათასობით ვიზუალურ და ტექსტურ სტიმულს. დროის საქმე შეცვლილია, უნდა რომ ყველაფერი იყოს სწრაფი, მოკლე, ეფექტური. მასწავლებლებს უწევს ბრძოლა მოსწავლის ფოკუსირებისათვის. ყურადღება ყველაზე იშვიათი და ყველაზე წმინდა ფორმაა გულუხობის, ამბობს სიმონ ვეილი. მულტიტასკინგი. მოსწავლე ერთდროულად აკეთებს რამდენიმე საქმეს, მაგრამ ხშირად ზედაპირულად. სწრაფად ეწყინება, სწრაფად ეცვლება განწყობა. იდენტობის ძიება. სოციალური მედია ქმნის ილუზიებს, მოსწავლე ეძებს საკუთარ ნამდვილ სახეს. ინტერაქტიული სწავლება, მოსწავლე აღარ იღებს მხოლოდ ლექციას, მას სჭირდება ჩართულობა. ჩართეთ ტექნოლოგია, ვიდეო თამაში, პროექტები, ეს არის ახალი ენა. პიროვნებაზე მორგებული მიდგომა, ერთი მეთოდი ყველასათვის აღარ მუშაობს, მოსწავლეები უნდა მოამზადოთ მათი მომავლისთვის და არა ჩვენი წარსულისთვის, ამბობდა იან ჯუქსი. ყოველთვის, როდესაც პირველად შევდივარ ახალ კლასში, მოსწავლეებს ვეუბნები, მთავარია სიყვარული. მას ვერცერთ ადგილზე ვერ დავაყენებთ, რადგან ნებისმიერ ადგილს აღემატება. ეს სიტყვები არ არის პოეტური ფრაზა. ეს არის პედაგოგიური ფილოსოფია, რომელიც ციფრულ ეპოქაშიც რა თქმა უნდა მუშაობს. შენ არ ებრძვი ტექნოლოგიას, შენ ეძებ ადამიანს მის მიღმა, შენ არ ცდილობ ყურადღების დაპატრონებას, შენ ცდილობ გულის მოპოვებას. ემოციური რეაქციებიდან ნდობის აღდგენა მნიშვნელოვანია, შენ პრაქტიკაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მოსწავლეს რაღაც ეწყინა. შენ არ უარყოფ მის ემოციას, პირიქით ეუბნები, სანამ სახლამდე მიიტან წყენას, ჯერ მე მითხარი. ეს მიდგომა ქმნის ნდობას, რომელიც ციფრულ ეპოქაში ყველაზე ძვირფასია. შეამცირე მონოლოგი, გაზარდე დიალოგი. გამოიყენე კითხვები, დისკუსიები, მოსწავლის აზრის ჩართვა, ტექნოლოგია როგორც ინსტრუმენტი, არა როგორც მიზანი. გამოიყენე ვიდეოები, თამაშები, პროექტები, მაგრამ ყოველთვის მიზნისთვის შექმნილი ემოციური უსაფრთხო სივრცე. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია, გააღვიძე ცნობის მოყვარეობა, დაუკავშირე გაკვეთილი რეალურ ცხოვრებას, მის ინტერესებს. პირველი თავის დასკვნა შეიძლება ასე გავაკეთოთ. 21 საუკუნის მოსწავლე არ არის გაუგებარი, ის არის სხვანაირი. მას სჭირდება მასწავლებელი, რომელიც არ ებრძვის ცვლილებას, არამედ მეგობრობს მასთან და ეს თავი არის ჩემი გზავნილი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ეძებს გზას. დანარჩენი თავები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში, რომელიც ონლაინ რეჟიმში იყიდება. მადლობა.